მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ One Punch Man-ს დღეს უნდა ვნახოთ პირველი მეორე სეზონის მეშვიდე სერია ეს კლასის გმირები, ასე ეწოდება სერიას. საინტერესო უნდა იყოს წესით, იქნებ უფრო ეს კლასი, ფაქტია უფრო ეს კლასის გმირებზე გადავიდათ ყურადღებას, მაგრამ რა ვიცი, იმის წინა სერიასაც ერქვა ტურნირი და ტურნირს ყველაზე ნაკლებად ერთი დავიწყეთ პროსტა და მეტი არაფერი ჩვენებიათ რა. ახლა ეს კლასის გმირებში შეიძლება ის მაგრამ ვიღადავ ეს სერია რომ პროსტა იმით დამთავრდეს, რომ ეს კლასის გმირები იკრიბებიან და всё. მაგრამ ხო, სავარაუდოდ მართლა ერთად შეიკრიბებიან ახლა გენოსი მაგრამ თუმცა გენოსის დახმარება სჭირდება, აგერ მეტალისებრი რაინდი ვიცით რაც არის უკვე ვერცხლის ეშვი, ჩვენი ბანგო, დამავიწყდა ზუსტად სახელი. კაი ერთი კვირა არის გასული, რაც მე-6 სერია ვნახე, ამიტომ არ გაგიგულეთ. თუმცა ეგრე სწრაფად არ მოვიწყდება ხოლმე პერსონაჟების სახელები და აქ რა დავემართა. ზოგადად მოვივით. ასე. კაი. ნახოთ, One Punch Man მეორე სეზონის მე-7 სერია 3-2-1 დავიწყეთ. ხო, გარო როგორც ჩანს ფინალისტვის მოვიტოვეთ, რაც მომწონს ესეთი გადაწყვეტილება. ისევ მეტალისებრი რაინდს ვნახავთ. მე თუმეტეს მაშინ როცა ჯერ ჩვენი საუკეთესო მონსტრებიც არ გაგვიშვია. ჩემი კაი. ასოციაციის გამარჯვება განპირობებულია. თქვენო მონსტრების უმაღლესობა. მეფე ოროდეი. ნახოთ გმირთა ასოციაცია რას მოიმოქმედებს, როცა ისინი გასაჭირში არიან. აქ ახლა ყველა პერსონაჟს ვიცნობთ უკვე. просто ეს ნაჯახიანი არ მეცნო. წარმოგიდგენთ. კაი, გადავახვიოთ. მიერა რედაქტორ ანიმანია ტექსტს კითხულობს გიორგი დუშელიძე, იგივე როგორც დოაკრე სპეციალურად ოკიოც ერთელეჯესტოს. მადლობთ. არა, მართლა მადლობთ. გახმოვანებისთვის. მოემზადეთ განაცხადი არის ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება. თოსომესხი. ძარანგომ გაიმარჯვა ერთი დარტყმე. აჰა. და ხო გამოერკვა 4 ლიდერი. და რომელ მათგანს შეხვდება გამარჯვება? ეს კლასის გმირი. რა უბედურება ამისგან თავი მეკავება. ჰეი, შენი გამოსვლა. რა იყო თავზე ხელს რატომ მიკიდებ? ეკავება. კი. მე რომ არ შეხვედროდი შემდეგ შეხვედრაზე. შემთან ერთად შენს გტკინებოდა თავი. არ ვიცი. სერიამ გაჭედა. ვაიმე, ახლა კომპიუტერი არ გამოეთიშოს, თორე გავაფრენ. არ გამოირთო. საჩუქარი პირველ შეჩენდება სერია უბრალოდ გაჭედა. ნახევარფინალის პირველი მადლობა. ზუირომის გაიმარჯვა თანაც ერთი დარტყმით. უკვე ჩატარდა? შენი მოწინააღმდეგე ახლა საშიშია. ჩემი აზრით ის ამ ტურნირის ბნელი ცხენია. ამ ცხენს მოერევა და მე გადავა ზუირომისკენ. ხოლო აი მე კიდე მატყუარა ვარ. რა ვიცი. მე-12 ეს კლასში. აბა დავიწყეთ. დააჯიძაღე ამას შეუტევს? მოიცადე. ყურადღება. დარაჯიზაღლის პოზიციაზე მონსტრი აღმოჩენილი. რა? ჩემს კვადრატშიც რამდენიმე მონსტრი არის აღმოჩენილი. აბა გაერთოთ. შეწყვეტეთ და თუ შეიძლება გაუშვით ისინი. მე ადამიანის ზაღლი გიწევ შენ დუელში. კარგად. შენი შხამი ასეთი სუსტია? არა, მე მგონი გვიან მოქმედებს. ცოცხალი ორგანიზმი არ ხარ? აღარ გამოიცანი? თვით განადგურება. შემიგე. ის უნდა ვიპოვო ვინც შენ გაკონტროლებდა. ანტიდოტი მოთამაშეების ქალაქისთვის ჯერ არა? ჯერჯერობით ინფორმაცია მასე არა? ჯანდაბას. ყველაფერი ეგზეა. ისინი ადგილს უკვე უახლოვდებიან.
ერთად როულად ძალიან ბევრი მოსწრე დაგვესყიდავს და გმირების ასოციაცია ინფორმაციის მოწოდას ვერ აუდის. ნუ ტიპი ვიზუალში მაგრად გამოიყურება. აირჩიეთ. მან ჩემი ტაქტიკური იარაღით მოკვდები. მანდაც მიყვები ყველაფერს და უმტკივნეულო და მოკვდები. როგორ გაბედით და ჩემი გამოსვლა ჩაშალეთ. ის სიკვდილით აგებთ პასუხს. აპა. ჩაერთი ახლა. ოვე. ეს კლასში მეხოდი. ეს რომ შენ მართავდი იმ რობოტს. მისი შრომის ანალიზი კიდევ ასრულე. მაგრამ ყველაფერი იმ ზურგ ჩანთაშია. დროზე მერე. აჰა. ეს კლასში მიათე. პუმპულა. ბატონო პუმპულა. ოფეთქების უბრალოდ ტომადა რატომ უსვია თუ ჩემზე? თუ უბრალოდ ასეთი ფერის თუ ჩემს. არა, მას შყამია. არა, მგონი ხო. და მე გადაგარჩენ. ცვეთში. მესმის შემიძლია ცვეთში. პუმპულა ის შყამიანია. ჩემ ფეხებს. ყველაფერი რიგზია. ბატარ იმპერატორისგან მივიღეთ ინფორმაცია. შვენიერი, ახლა შეგვიძლია ანტიდოტი გავაკეთოთ. პუმპულა ყოველთვის ახერხებს ხოლმე ჩემს გაუცებას. ცვეთში ჩემს ჩვენ ასეთს. ვიწყებთ ნახევარფინალის მეორე თამაშს. და ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება. ერთ მხარეს სიოძა დგას, რომელსაც უბრალოდ ადამიანის ცემა ტყეპევასება. ხოლო მეორე მხარეს დგას სიარანკო, რომელმაც ყველა მატჩი გაიმარჯვა ერთი დარტყმით. მოწინააღმდეგის ერთი დარტყმით ჩამოგდება არაა ძნელი, მაგრამ იმერჩენია რომ ერთი კარგად ვაწამოეს. იმისთვის რომ გაჩვენო ჩემი უპირატესობა. გეტყვი მას რომ ჩემი უნიკალური გენეტიკა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. და მოკლედ სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მე ჩემი საგვარეულოს საუკეთესო ქმნილება ვარ. აბსოლუტურად ახალი სახეობის ადამიანი ვარ, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის გენოტიპი ახლოსაც ვერ მოვა. და ამ ბრძოლაში ჩემ მთელ ძალას განახებ. და მხოლოდ იმისთვის რომ საბოლოოდ მსოფლიო დავიპყრო. აჰა. რა მოგივიდე ერთი გამაგებინე. ეს ხომ უბრალოდ სიმილის ტაროა და მეტი არაფერი. სიმილის ტარო. შენ მოკვდები. ერთი სული მაქვს, როდესაც იმ მომენტს ვნახავ, როცა შენ მუხლთ დაცემული შეწყალებას მთხოვ. ნუ ტიპი დავიწყეთ. ფსიქოპათია. ოუ. საოცრება კიდევ თანამტკნარებს. დამარცხა მეტაკე. და ზერანკო გადის ფინალში არც ერთი ნაკაწრით. მე მგონი მალე დავასრულებ. ზერანკო თავისი უნიკალური გამოსვლებით ყოველ გამოსვლაზე გვაოცებს. ჩვენ დაკვარგეთ კავშირი ქალაქ აიში მყოფ გმირებთან. მიღებულია მაშინ ეს კლასის გმირები უნდა გაუშვათ ეგ. მოიცადეთ. ჩვენ ნანგრევებში ვიყავით დამალულები. ჰა. იმის იმედით რომ დამხვარე რაზე მიმოვიდოდა. ახლა ძალიან ბევრი კლასის გმირი აქვს. ამიტომაც შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. როგორ დაიხიეთ აზრი არ აქვს. თქვენ საკმარისად ძლიერი არ ხართ ასე რომ მასშტაბში უფრადულად მოგიგებენ ვიდრე ცოლს. შემიგე. ეს კლასის მე-13 ადგილოსანი. ფლეში მანათობელი. ესე იგი ძალები გვაკლია რა? ჩუმად იყავი და მიყურე. აი ესე იგი რას ნიშნავს ეს კლასი? კაია. მაგრამ ტიპს უჩვედი რეგენერაცია ექნება არანორმალური. ასე ხომ დამატებით უბრალოდ დანგრევა მოემატება. თუ ესეც გათვალა. იმშავა? მე უბრალოდ მას ჭრილობაზე მოვარტყი. აბა მასზე რა სიტყვი? განსაკუთრებული ტექნიკა. რა? მოიცადეთ ეს ხომ? ოუ. ვერისხანე ტორნადოა. ისხანე ტორნადო. ნუ ხო, სერიის სათაურმა თავი გაამართლა. ეს კლასის გმირები ერთად. ეი, თქვენ. ისედაც გმირები გვაყლია, თქვენ კიდე გზი ხართ და ერთობით, არა? ერთობით. კი, მაგრამ ჩვენ მაგევრვა ფეხას ვებრძოდით. განსაკუთრებულად ჩვენ. მანათობელო ფლეშ. რადგან ეს კლასის წოდება გაქვს, მაშინ უფრო მეტი მოკითხავება ცნობისთვის.
რაბარიდე კარგად იქმაურები. ჯერნანადირე უწამართო, ეხლა კიდე გამარჯვებასაც მართ მე. ამას უყურე თავისთავად ყველაზე მიდი, მოტივაცია მოგეცეს. შეიძლება თქვენ კონტექსტში ჩვენ უგავგრებთ. არა, მაგრამ მონსტრები გარია. ის არ ვეპატიჟებოდი. აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გავაკეთე. ნაუშოს ძმაო. არის ეს სხვა დროს გიგიბართლებს. არ ინერვიულო. იმდენ მონსტრს შევქმნით, რამდენის მოგვინდება. მაგას ნუიზამთ. ალბათ უკვე თქვენ ხვდებით, თუ რატომაც შეგიკრიბეთ აქ. საქმე გმირებზე უნადირე გაროს ეხება. როგორც გავიგე, ვერცხლის ეშვი და მისი ძმა მათ კუდზე არიან. მაგრამ შესაძლებელია ვერცხლის ეშვა საქმეს აღარ მოავალ. მის ძალაში რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ის წარსულში მას სასწავლიდა და შეიძლება ის შეიწყალოს. ამიტომაც ჩვენ წმინდა ხმის ჯგუფმა პირველმა უნდა მოვძებნოთ გარო. უბრუნდებით გაროს ესე იგი. ვიგოთ სად არის საჭიროა ხალხი, ამიტომაც მოვედით თქვენთან. რადგან თქვენ საუკეთესო ხმის მპარებლები ხართ. როგორც ჩანს ესე იგი საქმე ნამდვილად მნიშვნელოვანი ყოფილა. გიორგი, რადგან ასეა ჩემს მოსწავლეებს მოგცემ. ამარო. შენ არ შემწდარხარ, მაგ მოხვედი. ზამბაი, ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, როგორც შეგვეძლება. მიწირი, მომიტევეთ. მე ოდესმე ვალს დაგიბრუნებთ. და ეს არათა. ერთი როდიდან გახდა ხმლების ჯგუფი. ასეთი მეგობრული. არა გირი? ჩვენ ეს ჯგუფი მხოლოდ იმიტომ ჩამოვაყალიბეთ, რომ ჩვენი ცოდნა გაგვეზარდა და ერთმანეთს შევჯიბრებოდით. ახლა ამის დრო არა. მოიცადეთ, მე კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი. რაღაც განსაკუთრებული. რას? ეგრეთ წოდებული მონსტრების გენოტიპი. თუ მათ მიიღებთ ჩათვალეთ, რომ თქვენი სხეული ჩვეულებრივი ადამიანის სხეულზე გაუმჯობესებული გახდება. არ გინდათ. სხვა სიტყვებით რომ თქვათ მონსტრი გახდებით. შენ სულ გაგიჟდი. კი, მაგრამ ეგ საიდან გაქვს? მონსტრებმა ჩამოაყალიბეს ჩემი კაი. აუ, ჩემი. და მეც დამპატიჟეს. ჩემი. და მე მაგსაზის ღარ არსებებს მხოლოდ იმიტომ შეუერთდი, რომ უფრო ძლიერი გამختارიყავ ვიდრე ახლა. წათიშენი. და ნუ თუ ახლა შენ მართალია, ახლა მე უკვე ჩვეულებრივი მონსტრი ვარ. და თქვენც დღეიდან გახდებით მონსტრები. რაუდენ ძირს დაეცი, არა გირი. აჰა. მე შემიძლია რომ ერთი ხელის მოქნევით 4 ადამიანს თავი გამოგდებინა. და ვინც შემეწინააღმდეგება აქვე მოკვდება. არ თქვა ახლა სერიოზულად ერთი დარტყმით მოკლავენ ამოთხს. მართლაც რომ ძალიან წუხვა, რატომ სამურაი? რადგან ხომ ისედაც დავალებული მქონდა შენი მოკლა. მონსტრების გენოტიპის შესაჭმელად 3 წამს გაძლევთ. 3, 2, 1. ჩვენ არ ვართ ისეთი ბრიყვი, როგორც შენ. ჰა? მივდივართ. და ჩვენი პირველი მიზანი მონსტრების ასოციაცია. კარგი, საინტერესოა. სუპერბრძოლის ფინალური შეხვედრისთვის. ჩემი აზრით სიერანკო ძალიან სუსტი არის მოწინააღმდეგესთან შედარებით. მაგრამ ეს სუპერბრძოლა ყოველთვის სიურპრიზებით არის აღსავსე. საერთოდ არა. საერთოდ არ იქნება ციერანკო. სიტუაციებით არის ატაცებული. და რა თქმა უნდა მოლოდინიც დიდია. მაგრამ ეს მამაკაცი ყველანაირ ინტრიგას კლავს. და მას უბრალოდ წაგება არ შეუძლია. სუირო, მისი მეთქით მეწოდება ეს კაცი. მოწააგებს. ისე შორს არის გასული. მაბამ ბოლოს შენი პარკი შენშია? კარგად აკვირდით სუირო სახეზე არსებულ ღიმილს. ის ნამდვილად თავის თავში დარწმუნებული. მოიცადე, არ მითხრათ რომ გამოაშკარავებს ხო? აუ, არა. ემოციები დამალოს, ალბათ. რა უნდა ყოველთვის ასეთი სახე მაქვს ხოლმე. მოიმზადეთ. აბა გავერთოთ. ციერანკო. რა? ჰაჯმე. და როგორც იქნება ბრძოლა დაიწყო. პუშენი. სუირო აკეთებს პირველ დარტყმას. სერიოზულად ტიპი ცდილობს პარკი ჩამოუგდოს. არა? შეგაიმართ. ძალიან ჭკარია. რადგან ფინალამდე მოვედი უკვე საინტერესოა, რა შეუძლია მას. და ეს ნიოვის დარტყმების სახიფათოა. ნუ თუ ის განზრახ აკეთებს ამას. განზრახ აკეთებს, კი. შენ ხომ ძალიან კარგად ხედავ ჩემს დარტყმებს. ასეთი ფეხის დარტყმის სერია. საიტანად წიხლი ამოარტყი რა გჭირს. ციერანკოს ის გადარჩენია რომ მხოლოდ თავის საწყალი თავი დაიცვას. და მეგონი ყველა იმედის დაკარგა. მე მგონი ეს კომენტატორი ოდოვაკრი არის და საერთოდ არ ხვდება რომ ჩვენ ვხურდებით.
მე ვიცი რომ შენ ძლიერი ხარ, რადგან მე თვითონაც ასეთი ძლიერი ვარ. ესე იგი მას პარკის აფრენა არ უნდა. ჩემი თვალებით ვხედავ რომ ვითომ? შენისთვის არ იბრძვი, რადგან უფრო რამე გასართობს ეძებ. ნუ ახლა კი? შესაძლებელია. შესაძლებელია. შეიძლება გავიგო თუ ამ ტურნირზე რატომ მოხვედი. აი მაგალითად მე ფულადი პრიზი მჭირდება. მე მასეთი რაღაც მეცნდა. არის კიდევ ერთი მიზეზი. სურს რომ საკმაოდ კარგი მოწინააღმდეგე შემხვდეს და ვიბრძოლო მის წინააღმდეგ. მაგრამ თუნდაც ყველა გამარჯვება ჩემს ხარზე იქნება. უბრალოდ საინტერესო ბრძოლა იქნება. საინტერესოა რა? კი, ზოგიერთ ყოფნა საინტერესოა. გასაგებია. მე აქ იმიტომ მოვედი რომ შევისწავლო საბრძოლო ხელოვნება. და გავიგე რომ აქ ძლიერი მონაწილეები არიან, მაგრამ ყველა ჩემი ერთი მოძრაობა მათ ამარცხებდა. ისინი ახლა რაზე საუბრობენ? ალბათ ისინი იმაზე საუბრობენ, რა მძიმე გზა განვლეს აქ მოსასვლელად. არ დავიფიქრე რომ მე აქ ტყუილად მოვედი. მაგრამ შენ მათგან განსხვავდები არა? გასაგებია. რადგან ასეა, მოდი ასე მოვიქცეთ. მე გაჩვენებ თუ რა არის ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ შენ ცოტა ეცადე რომ მე გამამხიარულო. ოჰო, კარგი იდეა. კარგი, რადგან ასეა. დავიწყოთ. მოდი ვარ. ოპა. მან შეძლო დაისება ჩქარდა. საიტამა სპეციალურად აკეთებს ესე იგი რომ ამას, შენ რომ ზუირო უკვე სერიოზულად იბრძვის. მე მხოლოდ ახლა დავიწყე. და მანის წეცაში აღმართა. კი. ადგილზეა. ესეც ესე. საინტერესოა ზიარანკომ გაუძლო რომ ასეთ დარტყმას. აბა რა. საერთოდ ადგომა თუ შეიძლება მას. ზიარანკო. საბოლოოდ მას არ შეუძლია მასთან ბრძოლა. შეუძლია. ნუ თუ ეს ყველაფერი იყო. აი მე კიდე ერთ წამს კი ნაღო შემეშინდა. ცოტაც და პარკი ნამდვილად აფრინდებოდა. შვენიერია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საინტერესო არ იქნებოდა. ის ძალიან კარგად ართმევს თავს. მან რომ ეხლა გაიმარჯვოს ბრძოლას მართლა გადაატრიალებს. არა, კარგად ააკვირდი სუირუს, ის მხოლოდ ფეხებს იყენებს. კი. თავის თავს ზღუდავს, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს ეთამაშოს. ესე იგი, ის სერიოზულად არ იბრძვის. შენი ნამდვილი იარაღი, შენი მუშტია რა? მე დარასალოდები და მარტი რადგან გამხიარულება მინდა. კაი. საიტამა. მიხდა რომ მე კონტრა დარტყმა მინდოდა? ჩემი კაი პარიქს უფრთხილდება ტიპი. ვარაკლია. და ძალზე ჭკვენური არის რომ ის თავს ციცავს. ისე შუალო მომენტ მეც ვიფიქრე რომ პარიქის მოძრაობა უნდა. საერთოდ კიდე მონსტრებს უკლავ ხოლმე. რა მონსტრების წინააღმდეგ გიბრძვი? ეგ ფაქტიურად გმირების საქმე არის არა? ნუ ეგ არ უნდა ეთქვა. იმედოვნებ რომ მომავალში გმირი გავხდები. კარგი რა, არ მითხრა რომ ეხლა შენ მართლა გმირობა გინდა როგორც ხვებს. ეგ არც თუ ისე კარგი ინდუსტრია არის. აუ. მე ხომ ეხლა ხანს ვებრძოლე A-კლასის გმირებს და თანაც ერთი მეორეზე უარესები იყვნენ. ისინი მხოლოდ სიტყვერად არიან გმირები. ზიან მოჭრილ ხელფასზე და ყოველდღე სამართლიანობაზე და წესრიგზე ლაპარაკობენ. რამდენი გმირიც არ გინდა გამოუშვეს აკადემია, სოფლიოს ისინი მაინც ვერ შეცვლიან. დიდი მიზანდასახულობა, გამძაფრებული ღირსება, სამართლიანობის დიდი გრძნობაც. ასეთნი არიან ეგრეთ წოდებული გმირები. ყოველივე ეგ ჩემში ძალიან დიდ მოწყინულობას ქმნის. არ დამეკიდე ცხოვრებისგან. საიტამა არ გითანხმება. ისე შენც ხომ ძალიან ძლიერი. საიტამა არ გითანხმება არც ერთი პროცენტით. უბრალოდ შენს გემოზე იცხოვრე. რა იყო, ხო არ გაწყენი, ნე? პატეს რო გცემ, იმიტომ გადავწყვეტ რჩევის მოცემა. არა და პირდაპირ დარტყმა. ვაუ, ჩემი კაი. შარჩოები? მე თავიდანვე მეკიდა ეგენი. და შენ პირველი არ ხარ, ვინც საკუთარ ხოშზე ცხოვრობს. სური ქვია რა? ახლა კიდე მე მოგცემ ჩემს რჩევას. თუ ნამდვილი გართობა გინდა, არა საჭირო რომ გახდე ძლიერი. ჯანდაბას ისევ ძველი ჩვევა, რომლითაც ახლა მათში კინაღო ჩქარე დავასრულე. შეგადეთას რა იყო? მაგრამ ჩვენ ზიანკოზე საშინელი სიმართლე გავიგეთ. პირდაპირ შოკირებული ვარ. აღმოჩნდა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სპარიქს ატარებდა. ნუ, ახლა დავილოდოთ, სანამ ხსაჯები იღებენ გადაწყვეტილებას. რა? თუ შეიძლება ნებო მომენტით აგიხსნათ. ადამიანს მგელთან მომხდარის გამო.
მონაწილეობისთვის ტურნირში აღნიშნული წესები შეიცვალა რა და იმ მომენტიდან ნებისმიერი ნიღაბი აკრძალული იყო. პარიკი და პარიკებიც რა თქმა უნდა აკრძალულ ზონაშია. ჩემი კაი ამიტომაც ზიერანგო დისკვალიფიცირებული თუ შენი პირდაპირ შეუძლებელია. სერიოზულად ინტერესია. ბრძოლა დასრულებულია და გამარჯვებული სუირო არის. აუ წადიში რა უდრება წესიადი ბრძოლანდა არის. ზიერანგო შენას და ახალგაზრდობას უკვე გამელოდება ებრძვი. მაგრამ ეს არ არის ზიერანგო. საიდამა? ო კი მოიცა შენ მას იცნო? კი იცნეს ხოლმე მაგიდან მე შევამოწმე სერიოზულად? ნამდვილი ვინაობას. პარიკის გარეშე ვერ იცნეს ვინც იცნობენ დროა რომ სერიოზულად ვიბრძოლოთ. მიდის სუირო არ დაამთავრო ამით ბრძოლა მე ჯერ შენთვის არ მიჩვენებია თუ ნამდვილად ისე მაგნესი ვარ. ჩემი კაი არენა გაყო ფორმას კარგად დააკვირდი. ორად ვერც სამიხვალ. ზარმოგენები რაღაც ხდება ბრძოლა ისევ გრძელდება. საიტამა დაარტყი ახლა ესე იგი შენი გასართობად არ მოსულ ხარ აქ, ხო? რას ლაპარაკობ, წაგება როდის იყო, სახალისო იყო. მიდი, კარგია, თავში ჩაარტყი. უჩი გავაგჩევისას. უფრო და უფრო საინტერესო ხდება ბრძოლა. სუირო ფაქტიურად ახალი ემოციებით დაიბადა. მე ჯერ არასდროს არ მინახავს ის ასეთი სახით. ეხლა კარგად დააკვირდი და გასწავლი თუ რა არის ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება. დრაკონის ჩორდელის დარტყმები. დარტყმებს მიყვება დაუსრულებლად. და ის მაინც არ ჩერდება. ის ნედა საერთოდ რამეს გრძნობს? არა ვერაფერს ის სტარტ업 პლატფორმას ანგრევს. როგორი ძლიერი ნაბიჯებია. მოიცა ეხა ის მის მოსაკლავად მიდის. აი ნერვიულო ძმაო და მას ნაკაწრიც არ აქვს. გიკვირს ხო? გებია. როგორც ჩანს, მაინც ყველაფერს მივხვდი. ესე იგი საბოლოოდ მივხვდი თუ რა არის ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება. ესე იგი ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება არის ყველა სამარიოშო უცნაური მოძრაობა. ვაუ რა? საწყალი კაცი ვიზით მათ შეუძლია ჩემს დარტყმებს. კარგი, მოდი ახლა მევცდი. ჩემი რა უცნაური კადრია და ეს მონსტრებს დავამარცხებ მაგალითად. სერიოზულად ეგეთი ეგრე გამოიყურებოდა არ შემიჩნევია კამერა ხო კი როგორ არ შემიჩნევია საბოლოო დარტყმა. აუ კამარა. ესეც ნამეტანია როგორი უხერხულია. შეზე გარწახვიდე. დროზე დაიჭირეთ. მოიცა. იქით გარბის დაეციეთ. სტადიონს გაცდა უკვე დაიჭირეთ ხო? ნუ სუირო ცოდვა არა გამარჯვებულად გამოგაცხადეს მაგრამ ბრძოლა წააგე გაგრძელება იქნება თარგმანი მომზადებულია ტოკიოჯის მიერ რედაქტორ ანმანია. ჩემი გასცადარი მოვს გიორგი დიშელძე იგივე როგორც ისარი პროფესორად და ოგენოსი მე წავაგე. ამანაც იგივე წავა უეცრად მოხდა. მოსრებს შორის ერთი არის განსაკუთრებული ძალით. დამო უკეცო საფრთხის საფეხური დრაკონი. ნო ძლიერთა შორის შეწინააღმდეგე. გაც ეს ძაღლი ძაღლის ნახვაც მაინტერესებს კაი ესე იგი ეს იყო ვანპანჩმენი მეორე სეზონის მე-7 სერია ეს კლასის გმირები დილიდან მოყოლებული რეაქტებს ვიღებ ამიტომ ცოტა მეძინებასავით კაი სერია იყო კაი მომეწონა როგორც იქნა ტურნირი დავასრულეთ თუმცა სავარაუდოდ კიდე დაუბრუნდებით მაგ მომენტებს სავარაუდოდ შემდეგში თუ არა იმის შემდეგ სერიაში საიტამა უკვე ჩაერთვება საქმეში და რავი ნახოთ როგორ მოხდება ეს ბრძოლა საინტერესო იყო მიხვდა ტიპი რომ მაინც ანუ კაი პატივცემულობა კი გამოიჩინა საიტამამ სუირონს მიმართ და ხო მიუხედავად იმისა რომ მოიგო მაინც გულდაწყვეტილი დარჩა თუ კარგად მესმის რატომაც საინტერესოა თუ ნახავთ კიდევ ტიპს ამ სეზონში იმედია სონიკივით არ აგეთებენ რომ გამოჩნდება გავლახავთ და წავა არ ვიცი ნუ ხო ნახოთ მონსტრების ასოციაციას როგორ შევტავენ ახლა ისინი გმირები
ზოგადად კი ეს კლასის გმირები კარგად გაჩვენეს. 5 სერია გვაქვს დარჩენილი და One Punch Man-ს დავასრულებთ. 2 სეზონს თორე მეც არც ვუყურებთ ისე ჯერჯერობით. იმიტომ რომ მეორეს მე უნდა გავაჩეროთ. და უკვე გადაწყვეტილი კი გვაქვს რომელი სერიალითაც ვანაცვლებთ. ხო, ყოველ შემთხვევაში ასეთი სერია გამოვიდა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. გემშვიდობებით გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.